საღამოშვიდობისა ქაბოტონ ნინო, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დღეს თქვენ კატეგორიული ჩანდით და რამდენიმე ესეთი ფრაზა თქვით, რომელიც შეიძლება არაერთხელ გითქვათ, მაგრამ ამბობდით რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ახსენეთ ნატოში გაწევრიანების თემა და თქვით რომ ანგარიში უნდა გაუწიოთ რეალობას. თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი რუსეთთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, ანგარიშის გაწევის? ანგარიშის გაწევის ზღვარი გადის პრაგმატულობაზე, გადის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე. ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი, ეს საერთოდ საკამათო თემა არ არის. მაგრამ სწორედ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი რეალური სუვერენიტეტი და არა ის ესე ვთქვათ ეფემერული, რომელიც ახლა გვაქვს, სწორედ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვიზრუნოთ, აუცილებელია რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგი, ამას მე ძალიან დიდი ხანია ვამბობ და 2010 წელს, როდესაც მე ვლადიმერ პუტინს შევხვდი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კარი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების გაცილებით უფრო ფართო დღიად. დღეს პრაქტიკულად ეს ღიობი იხურება. მაშინ რომ ყურად ეღოთ ჩემი განცხადებები და რეალურად დაგვეწყო მოლაპარაკებები, დღეს არათუ გამყოფ ხაზებზე იქნებოდა ლაპარაკი და იმაზე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვართ უმძიმესი რეალობის წინაშე, როდესაც 2 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთდა იმისათვის, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დაწყებულიყო. შემოვიფარგლეთ იმით და ვიყავით კმაყოფილი იმით, რომ რამდენიმე ათეული ბოთლი ქართული ღვინო და რამდენიმე ტონა ციტრუსი გავიდა რუსეთის ბაზარზე. მე ვამბობდი, რომ ეს არ არის პრობლემის მოგვარება. შემოვიფარგლეთ იმით, რომ დავკმაყოფილდით ილუზორულ ნატოს წევრობას და დაფდაფები დასცა ჩვენმა ხელისუფლებამ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მაპზე უკეთესი მივიღეთ ახლა უელსის სამიძე. გავაკეთეთ განცხადებები ხელისუფლების მხრიდან იმის თაობაზე, რომ ნატოს საწვრთნელი ბაზა გაიხსნება, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უნდა დადგეს საქართველოში და მივიღეთ ის პასუხი, რა პასუხით შეიძლება კიდევ უფრო ძვირად დაუჯდეს საქართველოს. ქაბოტონ ნინო, თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მითხრათ, როგორ მოიქცეოდით? აი თქვენ რომ იყოთ გადაწყვეტილების მიმღები, რა ნაბიჯებს გადადგავდით ქვეყანასთან, რომელთანაც არ არსებობს დიპლომატიური კომუნიკაციის არხები? რომ არ არსებობს კომუნიკაციის არხი, ეს სწორედ ძალიან სერიოზული პრობლემაა. მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. მე რომ ყოფილიყავი არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად, დღეს ეს რეალობა არ იქნებოდა და მით უმეტეს პარლამენტს არ შევეკითხებოდი, ესე ვთქვათ, უბრალოდ პარლამენტს არ მიუმართავდი იმ მოწოდებით, რა მოწოდებაც დღეს გაკეთდა, იმიტომ რომ პრეზიდენტის საქმეა უპირველეს ყოვლისა ის, რომ საგარეო პოლიტიკური საფრთხეები ქვეყანას აარიდოს. აუცილებლად უკვე ვიქნებოდი ნამყოფი რუსეთში ძალიან მაღალი დონის ვიზიტით და ვიქნებოდი შეხვედრილი რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთის ხელისუფლებას და გარწმუნებთ მე რომ ყოფილიყავი ხელისუფლებაში, დღეს ეს პრობლემა ნამდვილად არ ექნებოდა. და თქვათ, აი ამ მოლაპარაკებების პროცესში სწორედ იმ საზღვარს წითელ ხაზს სად გაავლებდით? ცით რა, ეხლა მე მოლაპარაკების დეტალებზე საუბარს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში აუცილებლად მომიწევს ამ დეტალების სატელევიზიო ეთერით საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ და გითხარით კიდეც უკვე, რა არის ის წითელი ხაზი, ჩემთვის უმთავრესია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ჩემთვის უმთავრესია ის, რომ ქვეყანა იყოს რეალურად დამოუკიდებელი. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები საიდან იქნებიან მართული, რუსეთიდან, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან. მე ვთვლი, რომ ქვეყანას უნდა ყავდეს ხელისუფალი, რომელიც იზრუნებს მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე და არ გააკეთებს ისეთ განცხადებებს და არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის ინტერესების სასარგებლო კი არ იქნება, არამედ რომელიმე ქვეყნის და რომელიმე, ასე ვთქვათ, ბლოკის სასარგებლო იქნება. დღეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომელიც შეიძლება სასიამოვნო მოსასმენი იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის, მაგრამ რომელიც ნამდვილად არ შედის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში. აი ამ პროცესში თქვენ ითვალისწინებთ თუ არა თქვენს რჩევებში და თუ კი იქნებოდით ხელისუფლებაში, იმ შემთხვევაშიც გაითვალისწინებდით თუ არა იმას, რომ დასათმობი გექნებოდათ ქვეყნის პროდასავლური არჩევანი?
რას ნიშნავს ქვეყნის პროდასავლური არჩევანის დათმობა ძალიან მაინტერესებს. თუ ლაპარაკი ადამიანის უფლებების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე უარი ევროინტეგრაციას. ამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ძალიან მაინტერესებს. არც არავინ არ იღებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ეს არის ილუზია, ეს არის ტყუილი, ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე ახლა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავთ და მალე დაიწყება დეოკუპაციის პროცესი, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები და უბრალოდ ტყუილი. იმიტომ რომ არავის ჩვენთვის არ ცალია, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა და ყველა სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, ეს თუნდაც უკრაინის მაგალითზე გამოჩნდა ძალიან კარგად. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ამიტომ მაინც მინდა თქვენი პოზიცია უფრო დეტალურად თქვა. ეხლა თქვენ მაყურებელი გიყურებთ, როგორ პოზიციას დაარქმევთ თქვენს პოზიციას, როგორ ფიქრობთ პრო დასავლურ თუ პრო რუსულს? რას ნიშნავს დასავლური და რუსული? მე ძალიან მაინტერესებს. ეს არის ქართული პოზიცია, რომელიც ეყრდნობა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თუ თქვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ არჩევანი უნდა გაკეთდეს ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ კურსსა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შორის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება შორის, მაშინ გეტყვით, რომ ჩემთვის უმთავრესია აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება იმ პრინციპების დაცვით ცხოვრება და მუშაობა, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი. აქ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დიახაც რომ არიან დღეს ადამიანები, რომელთათვისაც უმთავრესი არის საკუთარი თანამდებობების შენარჩუნება და რომლებიც დიახ მზად არიან ეგრეთ წოდებული პროდასავლური კურსის სანაცვლოდ საბოლოოდ უარი თქვან აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. ეს ნათლად ჩანს, ეს არის მიუღებელი, ეს არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი. ნინო ბურჯანაძე პასუხობდა ცხრიანის შეკითხვებს.